გარემოსდაცვის სამინისტრომ ბორჯომის ტყე-პარკი განაახლა. ტყის მასივი, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს განადგურდა, ახალი მცენარეებით შეივსო. 2012 წლიდან დღემდე 80 ჰექტარზე 120.000-ზე მეტი ნერგი დარგეს. ეთა მამალაშვილი დეტალებით. ასე გამოიყურება 80 ჰექტარზე ტყის მასივი, რომელზეც 2012 წლიდან დღემდე აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ ბორჯომის ხეობაში 120.000-ზე მეტი ხის ნერგი, მათ შორის ხეობისთვის დამახასიათებელი ნაძვი, ფიჭვი, მაჟალო, პანტა და მუხა დაირგა. 30 კაცი სოფლიდან დაკავებული. დამწვარი ტყის მასივის აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვის წარმომადგენლები, ეკო-კლუბები, საზაფხულო ბანაკები და 7-ზე მეტი სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. აქ ახალგაზრდები ყავს ჩვენ თითქმის ყველგან დასაქმებული. იმიტომ რომ ახალგაზრდებს მოსწონთ ეს ახალი ტექნოლოგიით გაშენებული ბაღები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას გარემოს დაცვის მინისტრმა, ფინეთის ელჩმა საქართველოში და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. ეს არის ჩვენს მიერ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგები, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი ლანდშაფტისათვის, როგორც წიწვოვანი კულტურები, ასევე ფოთლოვანი კულტურები. ის ნერგები, რომლებიც დროთა განმავლობაში ვერ იქნა გახარებული, ჩავანაცვლეთ და შესაბამისად ეს ვალდებულება კიდევ გვაქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დახმარებისა იყო ის, რომ საქართველომ ახლახანს მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ფინეთი დიდი ხანი არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რაც დაახლოებს ევროკავშირის რეგულაციებთან, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებში. ბორჯომში განხორციელებული პროექტის ფარგლებში წაღვარში გაიხსნა ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, ვეტერინარული მომსახურების ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია. ასევე დაიწყო ეკოსოფლის ელემენტების დანერგვა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოღება, ბიოფერმერობის გაცნობა, გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, განახლდა წაღვარის პარკი, გაიხსნა ახალი ტურისტული მარშრუტები. გვაქვს ძალიან კარგი მიკროზონები, ეს არის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ბორჯომის ხეობა. ვნახეთ ნიშნავი მარწყვის ბაღი. მე დავპირდი აქ ფერმერებს, რომ ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით. პროექტის აქტივობებში შედიოდა არა მარტო ტყის აღდგენა, არამედ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება რეგიონში და გარემოს დაცვითი განათლება. დიდი იმედი მაქვს 20-30 წლის შემდეგ, როდესაც აქ ჩამოვალთ, დავინახავთ, რომ ტყე სრულად აღდგენილი და ისევ წარმოადგენს საქართველოს უნიკალურ გარემოს დაცვით სამკაულს. 2008 წლის ომის შემდეგ ბორჯომში ტყის 950 ჰექტარი განადგურდა.